გესალმებით, ვერფას ოსვენელებო და მეგობრებო, დღეს მინდა მე თქვენ შემოგთავაზოთ გიკეს 104 შეხვედრა, რომელიც ჩატარდა, უბრალოდ ვიდეო ეს ატვირთულია 31 ივნის და ლეტალია მიესალმება ყველას გიკეს სივრცეში, მართვის ვინც ახლები ხართ, გეტყვით რომ გიკე არის გალაქტიკური ზურმუხტის კრესერი წვრილ დონეზე და მისი მაყურებელი არის ლეტალია ელტანა ვიენა. ეს ლეტალია, რომელიც არის ბლოგერი არხისა точка глубинного погружения, ეს შეუცვლია თორე ადრე იყო точка глубокого погружения. სიტყვა глубокого შეცვალა глубин სიტყვით глубинного. და ელტალია ამ გიკეზე არის მეორე კაპიტანი. არა, მე თვალყური მაპატიეთ და აგრეთვე თქვენო მოგესალმებათო, თავად სარდალი გალაქტიკური ფლოტით მეორე კაპიტანი ასუნი ვლადიმირი და სამხედრო ატაშე ფლოტისა ასვანგარდის პანდორა. თქვენ მოგესალმებათო ყველა ნათელი სულები და ნათელი ცივილიზაციები, რომლებიც იმყოფებიანო ახლა გიკეს სივრცეში ჩვენი მიწის გარშემო. მოდით ახლა შევიდეთო დაცულ ველში. მე ჩემებურად ვიტყვი, მაგრამ კარგი, როგორც ლეტალია ამბობს ისე, მე უგრძალო ყველა ბნელ და დაბალ ვიბრაციულ არსებებს შემოვიდეს ჩვენ საერთო ველში ნებისმიერი გზით. მასე იყოს, მასე არის ასრულდეს ნება. ჩემო ძვირფასებო, დღევანდელ ჩემ ვიდეოსო, დღევანდელ ჩვენ გამოსვლას მე დავიწყებო მოვლენის განხილვით, რომელიც დამემართა მე ამ კვირის დასაწყისში. მე ამის შესახებ წერდი ჩატში და ბევრმა იცის, მაგრამ მაინც ამ თემას დაუბრუნდები. კვირის დასაწყისში შუა ღამეს 2 საათზე ღამით ვიღაც მე მახვიძეს და წარდგა როგორც ცივილიზაცია, რომელიღაც ცივილიზაცია მე მომენტალურად მაძრობენ სხეულიდან, ანუ სულს აძრობენ სხეულიდან, რომელიც დადის ხოლმე ღამღამობი და ჩვენ გძინავს და ჩვენ უსწრაფოდ ჩვენ ავატარებთ ძინავს, ჩვენ კი დავბორიალობთ ღამღამობი და რაღაც დავლებებს ვასრულებთ და წამიყვანესო ხომალზე. მე უცე ვერ გამოვიღვიძეო კარგად და აღმოჩნდიო ასტრალში. მაგრამ ამას ქვია გადაცება ნებართვის გარეშე. რადგან დაიღვა ყველა ჩემი საზღვრები და დაცვა, რადგან მათ ეს მე გამიკეთეს. მე არ დავასახელებო ცივილიზაციის სახელწოდებას. ისინი არ იყვნენ ის ცივილიზაცია, რომლითაც წარდგნენ. სულ სხვა ცივილიზაცია იყო და ამ გოგონების ანუ გულისხმობს პანდორა და ალიონა და ოლგა, ვინც მათთან ერთად ხოლმე ატარეს პლანეტარულ სახურებას, ყველაფერი იყო შეწყვეტილი და ყველაფერი დააბრუნესო უკან, მე აღმადგინესო და ყველაფერი დაიხურაო. მაგრამ ანუ ლეტალია გაიტაცეს, ლეტალია სული გაიტაცეს ძილში. მაგრამ რაც ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ჩემი ინტერესი ჰქონდათო. იმათმა კარგად იცოდნენ, რომ მე ვარო მკვლევარი ბუნებით და მე მაჩვენესო საინტერესო არტეფაქტი. ეს არტეფაქტი გამოიყურებაო რაღაც გამჭვირვალე, როგორც გამჭვირვალე კაფსულა. იქ ამ კაფსულაში ეს კაფსულა შეიცავს ტექნოლოგიას, რომელიც იცავს დროის მოვლენების ხაზებს ამ გამჭვირვალე კაფსულებში, ამ ბარაბანებში
როგორც მე მათ ვიტყოდი და შესაბამისად, როდესაც მე გონზე მოვედიო, ჩემ თავს შევეკითხეო. უпроსტად გიკეს საცავს შევეკითხეო. ის ცივილიზაციები, რომლითაც მე კარგად ვარო, არა, აბადით, იმ ცივილიზაციებს, რომელსაც მე კარგად ვიცნობო, რა იყო ეს და რომელ ტექნოლოგიაზე არის, უბრალოდ რა ტექნოლოგია იგულისხმებაო, იყო თუ არა ეს ტექნოლოგია ნაცნობი. იქ იყო შეგროვილი საბჭო ცნობილი ყველა თქვენთვის ცივილიზაციებისა და მე მიპასუხეს ლავერტებმა. დიახ, ტექნოლოგია არსებობს და გამოიყენება უკვე მილიონი წელი. ის არ არის წარმოდგენილი სამგანზომილებიანი სივრცის გასაგებად, სადაც დრო არის ლინენური, ანუ ჭრთები. ამიტომ ჯერ ეს თემა არ უნდა გახსნილიყო, არ ეხსნებოდა. ისინი ვინც მობძავდნენო დაპატიმრების გარეშე, შენო ასე ვთქვათ, კაუჭზე, ანკეზზე მოგაბმესო და რადგან იცოდნენ რომ შენ ელტანა ხარო კვლევარი ბუნებით და ჩვენ შევეცდებით რომ შენ გადაგცეთო ეს გაგება ახო მომავალში. ამიტომ მე დაველოდებიო კონტაქტზე გამოსვლას და იმედი მაქვს რომ შემდეგი გამოშვებისთვის მე მექნება ახალი ამბები. დღეს კი მინდა მოგიყვეთო კოსმოსურ ხომალდებზე ნათელი ცივილიზაციებისა, რომლებიც დღან არიან ჩვენი დედამიწის ორბიტაზე. მოდით დავიწყოთო აქტურიანული ჯგუფით. ისინი მუშაობენ ძირითადად ენერგეტიკული, ნავიგაციული და ინფორმაციული სტრუქტურებით. მათი ხომალდები იშვიათად მოქმედებენ როგორც ჩვეულებრივი ფიზიკური აპარატები. მათ შეუძლიათ იყოფებოდნენ შერეულისა, უბრალოდ გადაადგილებულ დიაპაზონში, რის გამო სისტემები აფიქსირებენ მხოლოდ ცალკე გამოვლენებს. ეს შეიძლება იყოს რაღაც სხივის მაგვარი, განათების მაგვარი, ან სწრაფი გადაადგილება, ან ობიექტის გაქრობა რაღაც მოკლევადიან პერიოდში. რას აკეთებენ აქტურიანელები ორბიტაზე? ისინი პასუხს აგებენ რუსულზე გადავედი ახლა. ისინი პასუხს აგებენ ატომურ კომპლექსებზე, თანამგზავრების ნავიგაციის სისტემაზე, კავშირის ობიექტებზე, ძლიერი ელექტრომაგნიტური დანადგარებზე, მიწისქვეშა ენერგეტიკულ სადგურებზე, დანადგარებზე, რომლებიც მოქმედებენ იონოსფეროზე და პასუხს აგებენ აგრეთვე ექსპერიმენტებზე, დროის სივრცის ველებზე, უბრალოდ დროის სივრცის ველებზე. აგრეთვე ის შესაძლებლობა, რომელიც არსებობს ატომური საფრთხის დროს, ამასაც თვალყურს ადევნებენ იმისთვის, რომ შემდეგ ჩვენ დაგვეხმაროთ. მზადყოფნის შემთხვევაში, მაგალითად, სანამ დაუჭერენ წითელ ღილაკს, აქ წითელი ღილაკი იგულისხმება ატომური იარაღის გააქტივაციის ღილაკი. და სანამ ამ წითელ ღილაკს დაუჭერენო ხელს, ისინი არიან უნარიანები ჩაერიონო პირველ რიგში პროცესის ტექნიკურ ნაწილში და თითქოს აბლოკავენო ბრძანების გადაცემას, სიგნალის ავტორიზაციის ცვლილებას ახდენენო, თიშავენო განსაზღვრულ დატჩიკებს, თითქოს დროებით იკარგება ნავიგაცია, ყველა ეს რაღაცები, ყველაფერი ეს მოქმედებები შესაძლებელია როგორც შეფერხებები. ამიტომ გეუბნებით მე თქვენ ჩემო კარგებო, საქართველოში რომ მოხდა
სრული გათიშვა ელექტროენერგიის არავინ დაგაჯეროთ თქვენ რომ სადმე რამე ავარია მოხდა არავინ დაგაჯეროთ ეს გააკეთეს ამ ჩვენმა მკვლელმა ვისაც საქართველოს გზაზე გადაეღობა მეორე ეს გააკეთეს სპეციალურად რაღაც შეაჩერეს ამით ალბათ რაღაც უნდა მოხდავიყო და მესამე ის რომ უბრალოდ აინტერესებდა თუ ქართველებს რა რეაქცია გვექნებოდათ რომ უეცრად გაითიშოს დენი მთელ საქართველოში ასეთ ცდებს ატარებენ ისინი ჩვენი წელი მაგრამ გლობალური ხელისუფლება ხო ახლა გავაგრძელოთ და პირდაპირ არცერთი ცივილიზაციას არ აქვს უფლება თავისუფალი ნების კანონის სანახმად ჩაერიონ დედამიწელების თავისუფალ ნებაში მაგრამ ამ კანონს არღვევენ ბნელები, ბნელი ძალები, ნათელი ძალები ამ საზღვარს არ გადალახავენ. ამიტომ ისინი მუშაობენ სიზუსტით, მათი ამოცანა შეაჩერონ მოქმედებები და არ გაანადგურონ ინფრასტრუქტურა სრულად. თქვენ მე ფიქრობ გაქვთო იცნობთ ისტორიებს იცითო ბევრი მომენტები, როდესაც იყო დაჭერილი წითელი ღილაკი, მაგრამ ის არ ამუშავდაო, რადგან რაღაც ისე არ წავიდაო. ესე იგი არის მოქმედებების ჯაჭვი, რომელიც იყო შეწყვეტილი რაღაც გაუგებარი შეფერხებებით და არ მოხდა ის, რაც უნდა მოხდარიყო. აი ამ საკითხებზე, ამ საკითხებზე, რაც ახლა მე ვილაპარაკე, არიან პასუხისმგებელი აქტურიანელები. აქტურიანელები პლეადებზე უფრო მაღლადგან არიან განზომილებით. და აქტურიელებს შეუძლიათ დაბლოკოს იარაღი, მაგრამ არ არიან ვალდებულები კონფლიქტის მიზეზები განეწრავოს. და ეს მიზეზები კაცობრიობამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს დამოუკიდებლად. მოდით ახლა გადავიდეთო ლირიანელ ჯგუფებზე. ანუ ლირა. მათი ამ ლირიანების ამოცანა იყო ბიოსფეროს დაცვა და პლანეტის ცოცხალი ხაზების შენარჩუნება. ისინი დაკავშირებული არიან ბუნებრივი სისტემების და გენეტიკური სხვაობების დაჭერასთან. მათთვის დედამიწა არ არის მხოლოდ ადამიანური სამყარო, მაგრამ არის რთული ცოცხალი სისტემა, რომელშიც არსებობს სიცოცხლის მილიონი ფორმა და ლირიანელები თვალს ადევნებენ ბიოსფეროს ოკეანეების ტყის მასივების ცხოველების მიგრაციის და კინეტიკური სიმყარის სახეობების უბრალოდ სახეობის კინეტიკური სიმყარის მდგომარეობას და აგრეთვე თვალს ადევნებენ მაღალი ბუნებრივი ფასეულობის კანონებს. ესე იგი, იმ ნაწილებს, სადაც გადის ძველი ენერგეტიკული ხაზები დედამიწაზე. რისი გაკეთება შეუძლიათ მას, თუ მოხდება ატომური კატასტროფა. თუ მაგალითათო ატომური აფეთქება გადაუვალიაო, მოხდა ისეთი სიტუაცია, რომ ვერ მოასწრეს გათხელება, ვერ მოასწრეს შეჩერება და მოხდა ატომური აფეთქება. ამ დროს ლირიანელებს შეუძლიათ ამ ლირიანულ სტრუქტურებს ზარალი შეუმციროს ამ ცოცხალ სისტემებს. ეს არის მათი ამოცანა. და აგრეთვე ეს არნიშნავს სრული ასე ვთქვათ შედეგების გაუქმება. არა.
ადამიანურ მოქმედებებს მაინც შეუძლიათ დიდი ზიანის მიყენება და აქ საუბარია ამ შემთხვევაში საუბარია რომ ლირიანელებმა არ დაუშვან ესე იგი პროცესის გამოუსწორებელ მომენტამდე მიყვანა. ანუ არ უნდა შეუშვას ეს პროცესი იმ დონემდე, რომ შემდეგ ვერაფერი გამოასწორო. და როგორც თქვენ გესმითო, არც ერთი ცივილიზაციას არ შეუძლია უსაზღვროდ კომპენსირება გაუკეთოთ ბუნების დაანგრევას. და ჩვენი ამოცანა დედამიწელების ეს თუ კაცობრიობა სისტემატურად ანადგურებს ეკოსისტემებს, გარე დახმარება მხოლოდ ანელებს ამ პროცესს, მაგრამ არ ცვლის ამ პროცესებს თქვენი საქციელიდან გამომდინარე. შემდეგი ჯგუფი ეს არის პლეადენელები, რომლესაც ჩვენ ვეკუთვნით ყველა ადამიანები. თითქმის. ისინი მუშაობენ ცნობიერებასთან, ემოციონალურ დაძაბულობასთან და გაფრთხილებასთან. ლირიანული ჯგუფები უფრო ხშირად უკავშირდებიან არაპირდაპირ ტექნიკური ბლოკირովკით, ცნობიერებაზე და ემოციონალურ მდგომარეობაზე ადამიანების მოგეთ ცოტა არასწორად გადავთარგმნე. ლირიანული ჯგუფები თავის მოქმედებას უფრო უკავშირებენ ტექნიკურ ბლოკიროვკას და მოქმედებენ ადამიანების ცნობიერებასა და ემოციონალურ მდგომარეობაზე. ისინი მუშაობენ იმ რეგიონებში, სადაც გადაწყვეტილება არ არის საბოლოოდ მიღებული და რაღაცნაირად შეუძლიათ მოქმედება მოახდინონ, შეუძლიათ გააძლიერონ ადამიანის უნარები, გაიგონ შიდა გაფრთხილება, შეუძლიათ დაწიონ პანიკის ზონე, შეუძლიან გამოვიდნენ ემოციონალური ოკუპაციის მდგომარეობიდან და გვეხმაროთ ჩვენ გამოვიდეთ ემოციონალური ოკუპაციის მდგომარეობიდან და შეუძლიათ დაგვეხმარონ გაგვიძლიერონ პასუხისმგებლობის გზნობა, შეუძლიათ გაგვერთიანოთ ადამიანი იმ მოგონებებთან სიცოცხლის ფასეულობებთან დაკავშირებით, შეუძლიათ შექმნან ისეთი პირობები მოულოდნელი დიალოგისთვის, ხარდაჭერა შეუძლიათ ადამიანების, შეუძლიათ შეაჩერონ დამანგრეველი გადაწყვეტილებები. ადამიანზე ზემოქმედება წითელ ღილაკთან ესეც გათვალისწინებულია. თუ კონკრეტული ადამიანი იმყოფება გაბრაზების მდგომარეობაში, შიშის ან ფსიქიკური ასე ვთქვათ, აფეთქების მდგომარეობაში, ლირიანული ჯგუფები ამ ინტენსივობას ამცირებენ. ამ ემოციონალური იმპულსის ინტენსივობას. და ეს არ არის სრული კონტროლი ცნობიერების, არა. მათ არ აქვთ უფლება ჩაუდონ ადამიანებს სხვისი ნება. ეს სინათლის ცივილიზაციები ამას არასდროს აკეთებენ. მოქმედება უფრო ხდება ამის მოქმედება უფრო ქმნის პაუზას, რომლის დროს ადამიანს შეუძლია ისევ გაიგოს საკუთარი სინდისის და გონების ხმა. ამან შეიძლება გამოვლინდეს რაღაც ეჭვში, მოგონებებით ოჯახზე, რაღაც დაუშვებლობის შეგრძნება და შიდა შიში შედეგებზე და სურვილი ისევ შემოწოს ინფორმაცია და უარი თქვას ბრძანების შესრულებაზე. ამდაგვარი აფეთქებები ადამიანს შეუძლია გაუჩნდეს, მაგრამ არასასურველი მოქმედებები არ გადის ასე ადვილად. ლირიანელები არა, პლეადინელები მაპატიეს. ახლა საუბარია პლეადინელებზე და პლეადინელები არასდროს არ
აღზრდიან, ისინი უბრალოდ მოქმედებების ჯაჭვზე და შეუძლიათ გააძლიეროს უკეთესი ნაწილი ადამიანისა, მაგრამ არ შეუძლიათ ეს გააკეთონ ძალადობრივად. შემდეგი ჯგუფი, ანდრომედიანური ჯგუფი. ეს ის ანდრომედა, რომელიც განადგურა ხელოვნურმა ინტელექტმა. და ახლა ეს ანდრომედიანელები ცხოვრობენ ჩვენ დროში, ოღონდ სულ სხვა ადგილას. სივრცეთა უსაფრთხოება და ტრაექტორიების კონტროლი. აი ეს შედის ამ ანდრომედიანელების, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობაში. ეს მათი ამოცანაა. ისინი მუშაობენ ობიექტების მოძრაობასთან, სივრცეთა დერეფნებთან და რთულ ტრაექტორიებთან. მათი დასწრება ხდება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ საშიშროება უკვე შეშვებულია და მაგალითად თუ დაშავდა რომელიღაც ობიექტი, რაღაც რაკეტები, კოსმოსური აპარატები, სათანამგზავრო სისტემები, არის ობიექტები, რომლებსაც უნარი აქვს დატოვონ ატმოსფერო და თუ ხდება რაღაც დაუგეგმავი, რაღაც არასტაბილურობა, მაგალითად სივრცეში შეიძლება რაღაც იარაღის გამოყენების გამო, მაგალითად თუ რაკეტა იმყოფება ხარში, შეიძლება რამდენიმე ვარიანტის ჩარევა მოხდეს. აგრეთვე შეუძლიათ ამათ შეცვალონ კოორდინატები, შეცვალონ ტრაექტორია, გაათიშონ სისტემის ძრავები და გააყოვონ ობიექტი უსაფრთხო ფრაგმენტებზე და დროებით შეაჩერონ ის ველის სივრცეში, სანამ მოხდება ამ მოცემული მიზნის პერეხვად. ანუ ხელში ჩაგდება. ამდაგვარი რაღაცების გაკეთების უფლება აქვთ. ხო, ანდრომედიანელები, გამახსენდა, ანდრომედიანელებზე ვსაუბრობ ახლა. და შემდეგი არა. თუ დაუშვათ დადგა რაღაც მძიმე სიტუაცია, შეიძლება შეიქმნას სივრცის მოკლე დროის ჯიბე, რომელშიც ობიექტი, რომელიც წარმოადგენს საშიშროებას, დაკარგას, რომელშიც ეს ობიექტი დაკარგას, შესაძლებლობას იმოძრავოს პირველადი ტრაექტორიით. ანუ ობიექტს არ აძლევენ უფლებას გააქტიურდეს. მას უქმნიან დროებით სივრცის ჯიბეს. აი ეს მანიპულაციები სივრცისთან ითხოვენ ძალიან მაღალ სიზუსტეს, რადგან შეცდომამ შეიძლება შექმნას უფრო მეტი საფრთხე. ამიტომ ანდრომედიანელები არ იყენებენ ამდაგვარ ტექნოლოგიას მხოლოდ ყველაზე საჭირო დროს. ასე რომ თქვენ გესმით, რომ ეს ინფორმაცია, რომელსაც ახლა მე ვაზიარებ, მომივიდა მე კრესერი გიგეს ქრონიკებიდან, სადაც მე მაქვს წვდომა და მე ვიხებ ამ ინფორმაციას ზოგჯერობით ძილში და ზოგჯერ დღისით ვიწერო. ეს არის ძალიან ასე ვთქვათ, მტევადი სამუშაო
როდესაც ქმნიო ამ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია, სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენთვისო. ახლა კი დაგელაპარაკებითო ძერშინებზე. ალბათ ბევრს გიყვართ ისინი ეს ძერშინები, ანუ კიდე მეორნაირად ამ ცივილიზაციაზე ყვებოდა ეს ლეტალია, რომ ამ ვიდეოში მგონი ნაწყვეტი რომ დავდე მე ლეტალიას გამოსვლის, მარტო ლეტალიას გამოსვლა გადავთარგმნე თუ არ ვცდები და მათ კიდე მეორნაირად უწოდებენ და ვერ გავიხსენე და ისინი არიან დაკავებული დედამიწის ემოციონალური ველის სტაბილიზაციითო. ბერჟინები არ ასრულებენ სამხედრო დავალებას, არამედ სიღრმისეულად სტაბილიზირებად ფუნქციას ასრულებენ. ისინი მუშაობენ კაცობრიობის ემოციონალურ ტალღებთან, კოლექტიურ ტრავმებთან, შიშებთან, აგრესიასთან, მასიური ტრაგედიის შედეგებთან. მაგრამ სინამდვილეში რას აკეთებენ ისინი კონკრეტულად? ისე იგი საჭიროების სამეფ ისინი ამცირებენ კოლექტიური შიშის უბრალოდ დაბლა წევენ კოლექტიური შიშის სიმპტომებს ეხმარებიან დაღუპულების სულებს. ჩვენ გვაქვსო იკეზე წითელი პანდის გაყოფილება, რომლის კურატორები არიანო ეს ჯერშინები და აღთურიანელებით. შეგახსენოთ მიდათ, რომ ჯერშინები არიან ნახევრად ხეები, ნახევრად ადამიანები. და ისინი სტაბილიზებას უკეთებენ სივრცეს კატასტროფების შემდეგ და ასე თქვათ, არიანო ეხმარებიანო იჭერენო პლანეტის გულის ველს და აგრეთვე თავიდან არიდებენო ჯაჭვურ ემოციონალურ რეაქციას. როდესაც ეს ხდება მაშინ, როდესაც ვინმეს დაეწყო პანიკა და ყველას გადაედო ეს პანიკა და ყველა აყვა ამ პანიკას მასიურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ისინი ეხმარებიან ბავშვებს და უფრო ზომბიარე ჯგუფებს პლანეტაზე, აღადგენენ დაზიანებულ ენერგეტიკულ ფენებს. მათი როლი მაგათ მაიღენ თავისთავზე ნებით და ნებისმიერი კონფლიქტის დროს ჯერშინებს შეუძლიათ დაწიონ მასიური ემოციონალური დაძაბულობა. თუ ხომ გესმით, ომი თუ იწყება, ეს არ არის მხოლოდ საწყვისი ბრძანებით, მაგრამ ეს არის კოლექტიური სიძულვილის დაგროვების ველი, შიში და სურვილი შურისძიებისა, იმიტომ რომ ნებისმიერი ომი მზადდება აზროვნული მასიური პროცესებით. და თუ ველი ამ სიძულვილისა სუსტდება, ეს იგი კიდევ რაღაცის გაკეთება შეიძლება, რომ თავიდან აერიდო მეტი კატასტროფა. მაგრამ თუ ეს სიძულვილის ფენა ძიმდება პოლიტიკური სამხედრო სტრუქტურებით, მაშინ ძალიან რთულია მასიური მზადყოფნა სყარი დაუჭირო
ძალიან რთულია რო არ იომო, იმიტომ რომ იმპულსი უკვე შეშვებულია და რა როლი აქვს მათ თუ ხდება რაღაც კატასტროფა და თუ ეს კატასტროფა უკვე მოხდა, დელფინები მუშაობენ მათთან, ვინც რჩება მატერიალური დახმარების ფარგლებს მიღმა, მათ შეუძლიათ მუშაობა შოკურ ველთან, დაღუპულ სულებთან და ადგილებთან, სადაც მასიურად დაიღუპა ბავშვები, აგრეთვე მათ შეუძლიათ მუშაობა ბავშვებთან, რომლებმაც ოჯახები დააკარგეს, შეუძლიათ მუშაობა ერების კოლექტივურ ტრავმებთან, შემდეგი სიძულვილის ტალღის რისკთან და შურისძიების საჩუქრებასთან. ეს არის მათი ამოცანა. დელფინები არ ბლოკავენ რაკეტულ სისტემებს, არ ერევიან იარაღის მართვაში, მათი სფეროა ცნობიერება, სული და აღდგენა ემოციონალური ბალანსისა. ხო, აი ეს სიენსა გამახსენდა. აგეწერია, ხო, და დელფინებს აგრეთვე ეწოდებათ სიენსა. და ეს ცივილიზაცია, რომელსაც ჩვენ გავეცანით გიგეზე, ისინი არიან შორეული პერიმეტრის მეთვალყურეები. სიენსა. არა, ეს სხვა ცივილიზაცია, ისინი დელფინები არ ყოფილა? არა, მე მეშლება რაღაცა, არა, ის სხვა. დელფინები არიან ნახევრად ხე და ნახევრად ადამიანები. ეს უკვე სხვა ცივილიზაცია სიენსა, ამაზე ყოფოდა დეტალია. განლაგებულები არიან დედამიწის გარშემო შორეულ ხაზებზე და აკონტროლებენ საფრთხეებს, რომლებიც ემუქრებიან პლანეტის მხრიდან კი არა, არამედ გარედან. ანუ გარე ორბიტას იცავენ. ისინი თვალყურს ადევნებენ სივრცის მთლიანობასთან, ისინი თვალყურს ადევნებენ სივრცის მთლიანობაზე და არ უშვებენ გარეთა ძალების ჩარევას, ვისაც არა აქვთ ნებართვა შემოვიდეს მიწიერ სექტორში. ეს რთული საკითხი, ძალიან საკამათო საკითხია, იმიტომ რომ ზოგი არ ღვევს და მაინც შემოდის, ზოგი არ ღვევს კანონს, წესს და მაინც შემოდიან მიწის სექტორში. არ არის არც ერთი ცივილიზაცია, რომელსაც შეუძლია ყველაფერი. მაგათაც აქვს თავიანთი შეზღუდვები. და ამ სიენსას საბუთლოში დევს მხოლოდ თვალყური შორეულ მისადგომებთან, დედამიწასთან და უცნობი ხომალდები, სივრცეთა გახეჩვები და არასანქციონირებადი კარიბჭეები, ხელოვნური ენერგეტიკული ობიექტები და ცდილობები გარედან იქონიოს ზემოქმედება მიწიერ ცნობიერებაზე, ჩარევა მიწიერ კონფლიქტებში გარე ძალების მხრიდან, სრულუწყო ძალების მხრიდან და მათი როლი მიწიერი ატომური კრიზისის დროს, საცხის დროს, რომელიც უხილავად კიდია ჩვენ თავებზე უკვე დიდი ხანია, როდესაც კაცობრიობა იმყოფება შიდა კონფლიქტის მდგომარეობაში, გარე ძალებმა შეიძლება გამოიყენონ ეს მომენტი. სიენსა არ იღებს გადაწყვეტილებებს შიდა პრობლემებთან დაკავშირებით, მაგრამ შეუძლიათ ჩაკეტონ პლანეტა გარე ჩარევისაგან, იმით რომ ქმნის დაცვად ბადებს ან ქსელი. მათი ამოცანაა არ დაუშვან გარეთა მხარეს, გააძლიეროს კონფლიქტი, ხელში ჩაიგდოს სისტემების მართვა, გამოიყენოს მიწიერი იარაღი და შეიპაროს შექმნილ ენერგეტიკულ გახლეჩილ სივრცეებში. ისინი
ეს სიენსა, ცივილიზაციის სიენსა არ აძლევენ გარეთ ძალებს, არა სასურველ ძალებს შეაგროვონ რესურსები კატასტროფის ზონაში და იმოქმედონ კოლექტიურ დასალბებულ კოლექტიურ ველზე, რაც ნიშნავს ხელს უშლიან რესურსების შეგროვებაში. აქ არის საუბარი პირდაპირ რესურსების შეგროვებაში. მე ბევრჯერ მithქვამს, ბევრჯერ მომიყვანია მაგალითი თარგმნის დროს, მაგალითად ბევრი პიროვნება, რომლის ვიდეოს მე თარგმნი, ბევრ პიროვნებებს უთქვიათ ეს. მათ შორის მე ხშირად მოყვავს პენი ბრედლის ნათქვამი, რომ ამ კონფლიქტური ზონებს და ამ ომებს იმიტომ ქმნიან, დაუშვათ თუ ადრე უფრო ბევრი ომები იყო ხო და კონფლიქტები და აქ რესურსის ქვეშ იგულისხმება ადამიანების ენერგეტიკა, სულები. ხდებოდა ისე, რომ ახლა შეიძლება ახლა არ ვიცი როგორ ხდება, ახლა ხელს უშლია, ახლა მოხდებოდა დაუშვათ მეომარი. ბევრი შემთხვევა იმისი, რომ დაღუპულების სულებს იჭერენ მახიში და შემდეგ მათ იყენებენ როგორც ენერგეტიკულ რესურსს, როგორც ბატარეიკებს. აი ეს იგულისხმება აქ, როდესაც ამბობენ ცივილიზაციას სიენსაზე, რომ ისინი არ აძლევენ ჩვენ მტრებს შეაგროვონ რესურსები კატასტროფის ზონაში. ლავერტები, შემდეგი ცივილიზაცია, ლავერტები. ეს არის ახალი ცივილიზაცია, რომელიც აღმოაჩინეს გიგეზე და შემოვიდა ჩემთან კონტაქტში. მე მაქვს თქვენზე მონაყოლი ლავერტებზე წინა როლიკებში, რასაკეთებენ ლავერტები. ლავერტები არ მოქმედებენ როგორც ფიზიკური კოსმოსური ცივილიზაცია ჩვეულებრივ გაგებაში. არა, იმიტომ რომ ისინი არ არიან ფიზიკური არსებები, უпроსტად მათ არ აქვთ ფიზიკური სხეულები. ისინი ვლინდებიან საშუალო ფენებში, გიგეს სტრუქტურის საშუალო ფენებში, როგორც მაღალ სიხშირიანი საინფორმაციო ველი. მათი ფუნქცია დაკავშირებულია აზრების გადაცემასთან, ახალი კავშირების აშენებასთან, ცნობიერების მომზადება აღთქმასთან, უფრო მეტი რთული რეალობის მოდელებისა. ლავერტებს შეუძლიათ გაერთიანოს გაწყვეტილი საინფორმაციო კვანძები. ესე იგი, მათ შეუძლიათ მუშაობა პლანეტის საინფორმაციო ბაზისთან. მათ შეუძლიათ აგრეთვე გააძლიერონ გადაწყვეტილების შედეგების გაგება და გადასცენ ასლთა პაკეტები. შეუძლიათ დაანგრიონ საინფორმაციო გამრდებები რაღაც საშიშროების დროს, რომელიც შესაძლებელია როგორც კონფლიქტი ან შეუძლიათ ბალანსირება და სტრუქტურირება ინფორმაციასა იმისთვის, რომ ყველაფერი დამშვიდდეს. აგრეთვე ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებას ვინმეს მაგივრად. ეს შეიძლება იქნეს შეცდომითი სიგნალი, ეს შეიძლება იყოს არასწორი ინტერპრეტაცია მონაცემებისა, ეს შეიძლება იყოს გაცნობიერებული პროვოკაცია და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეტევა უკვე მოხდა. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია სივრცეში, რომელიც ქმნის ძალიან დიდ ქაოსს. ამიტომ ლავერტები მუშაობენ საინფორმაციო ველთან, ფენასთან და შეუძლიათ ხელი შეუწყონ იმას, რომ სიცრუე გახდეს ხილული და ჩვენთვის შესამჩნევი. ლავერტები არ უჭერენ არანაირ ღილაკებს, არ თიშავენ რაკეტებს, არ მართავენ სამხედრო სისტემებით. ისინი მუშაობენ ინფორმაციასთან და ცნობიერების უნართან გამოიცნოს ჭეშმარიტება. ახლა მე კიდევ მინდა თქვენ მოგიყვეთო ცოცხალი
ხომალდების ცივილიზაციებზეო. ცოცხალი ხომალდები არ ეკუთვნიან რომელიმე ცივილიზაციას. ანუ ცოცხალი ხომალდები არ ეკუთვნიან არც ერთ ცივილიზაციას და ისინი შექმნილია და ისინი ყავთ ბევრ სინათლის ჰუმანოიდებს, მაგრამ ისინი აგრეთვე იმყოფებიან ჩვენი პლანეტის გარშემო და რისი გაკეთება შეუძლიათ მაგათ. ისინი ქმნიან რაღაც ცალკე ჯგუფს, რომლებიც არ არიან მექანიზმები. მათი კონსტრუქცია აერთიანებს მატერიას, ენერგიას, ცოცხალ ცნობიერებას და ასეთი ხომალდი არა მხოლოდ ასრულებს ეკიპაჟის ბრძანებას, არამედ აღიქვამს სივრცეს, აფასებს, უკეთებს საფრთხეს შეფასებას და შეუძლია დამოუკიდებლად აერჩიოს უსაფრთხო მოძრაობის გზა. და მაინც რისი გაკეთება შეუძლიათ ამ ცოცხალ ხომალდებს? მათ შეუძლიათ სკანერება სივრცის დიდი მონაკვეთებისა, შეუძლიათ შეგრძნობა არასტაბილურობისა ფიზიკურ გამოვლენებამდე, ანუ შეუძლიათ ფიზიკურადაც გამოვლიდნენ, შეუძლიათ შექმნან დაცვის ველები, აგრეთვე გაანაწილოს საშიში ენერგია და ფორმირება გაუკეთოს დაცვად კოლექტიურ კონტურს და აღადგინოს დაზიანებული სისტემები მეზობელი აპარატებისა. ესე იგი, მათ აქვთ კავშირი ერთმანეთთან. ისინი ასრულებენ თავის როლს, სანამ ამის შესახებ არ გახდა ცნობილი. ეს განვითარებული ხომალდები არ არიან ყოვლისშემძლე, მასიური ერთდროული აქტივიზაცია იარაღის დიდი რაოდენობისა ძალიან ართულებს მათ ამოცანას, რადგან ისინი ფიზიკურად მათ უბრალოდ ფიზიკურად ამის შეჩერება არ შეუძლიათ. და მე მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა მათ გაანადგუროს ადამიანი, რომლისგანაც მოდის საფრთხე რომელიმე სინათლის ცივილიზაციისაგან, ანუ თუ შეუძლიათ ამ სინათლის ცივილიზაციებს მოკლანო ადამიანი. როგორც თქვენ იცითო, მინიმალური ჩარევის კანონის ჩარჩოში ფიზიკური მოცილება ადამიანის ითვლება მხოლოდ საბოლოო გამოსავალი, ანუ თუ სხვა გზა არ არის. ამ დროს სასაკვირველია ან შეუძლებელი. პრიორიტეტი ყოველთვის რჩება სხვა მოქმედებებს, რომლებიც იცავენ და ზარალს არ მიაყენებენ არავის, მაგრამ ადამიანი მაინც აგებს პასუხს თავის გაკეთებულ არჩევანზე. გარე ცივილიზაციების უკან უბრალოდ დედამიწის გარე ცივილიზაციები არ უნდა მოქმედებდნენ როგორც მოსამართლეები, რომლებიც წყვეტენ ვინ უნდა იცხოვროს და ვინ არა, ან როგორ შეიძლება მათი შეცვლა. არის გამონაკლისი. თუ მაგალითად არ არის ისეთი სიტუაცია, როდესაც ერთი ადამიანი ხდება განუსაზღვრელი ძალის გამტარებელი და აგრეთვე წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ დედამიწის, არამედ სხვა სამყაროებისთვისაც, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღება ერთი დაჯგუფებით. ასეთი გადაწყვეტილება საჭიროებს
ცივილიზაციურ შორის საბჭოს დონეზე. ესე იგი, ყველა ეს უხეში წესები, რომელმაც უნდა შეაჩერონ რაღაც საშინელება, არ წყდება ერთი ადამიანით, ან ერთი ხომალდით. ეს გადაწყვეტილებები ჩაერიონ თუ არა და როდის ჩაერიონ თუ არა წყდება მხოლოდ საბჭოებზე. და მე მინდა მოგიყვეთ ცოტა galaktikურ საბჭოზე და მათ ნებართვაზე ჩარევასთან დაკავშირებით. მსხვილი მოქმედებები არ მიიღება თვითნებურად და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს სინათლის ცივილიზაციების არჩევანით. თუ საფრთხე რეალურია და ადამიანური მეთოდები მათი შეჩერების რაღაც კარდინალური მოვლენების შეჩერების ცდილობები ამოწურულია და თუ შედეგები შეიძლება გახდეს ამოწურული, არა ამოწურული კი არა, необратимыми. ხო, სანამ და თუ შეიძლება შედეგები გახდეს რთულად გამოსასწორებელი, ან თუ არსებობს უსაფრთხო მეთოდი ჩარევისა, ამ დროს თუ არსებობს უსაფრთხო მეთოდი ჩარევისა, ესე იგი შეიძლება მისი გამოყენება, თორემ სხვაგვარად ამას შეიძლება მოიყვანოს უფრო ფართო, უფრო ფართო მასშტაბურ კატასტროფამდე. ამიტომ ყველაფერი რაც ხდება ჩვენ პლანეტაზე, ხდება მრავალ განზომილებებზე, მრავალ იარუსებზე და ბევრი რჩება კადრ-მიღმა. თუ ფიქრობ ზოგიერთი იმას, რომ ქვეყნები იმართება მიწით, თქვენ ძალიან ცდებით. ამ ქვეყნების მეთაურების ზევით დგანა მართლობის ბევრი დონეები, რომლებსაც სახელმწიფოები ემორჩილებიან. ახლა კი მოგიყვებით გიგეს როლზე ამ მომენტში. რა ფუნქციას ასრულებს გიგე ამ კოორდინაციულ სივრცის სისტემაში. გიგე ეს არის სამხედრო ხომალდი საწარმო აზრში და არ უნდა შეცვალოს მიწიერი მართვის სისტემები. ის აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა ცივილიზაციებისგან, აკეთებს მონაცემების შედგენას, განსაზღვრავს საფრთხის დონეს, ხარს უჭერს კავშირებს ჯგუფებს შორის, აგრეთვე შეთანხმებული ზონების პასუხისმგებლობაზე და აგრეთვე ახდენს სივრცის სტაბილიზაციას დედამიწის გარშემო გაძლიერებული დაცვადი ზურმუხტის ქსელის დახმარებით. გადაცემა ინფორმაციის ეკიპაჟის მეშვეობით და მომზადება კაცობრიობის უფრო გაცნობიერებული არჩევანისკენ.
დანა ვიენა ასუნი და პანდორა არ იღებენ გადაწყვეტილებებს დედამიწის მაგივრად. მათი ამოცანა ხარი დაუჭირონ სტრუქტურას და გადასცეს დაკვირვება და არ დაუშვას ხაოტიური ჩარევა მრავალი ძალებისა. გიგეს დაცვადი ქსელი ან ბადე შეიძლება განიხილებოდეს როგორც სტრუქტურის გამანაწილებელი. ის არ არის გაუმტარი ფარა. მისი ამოცანა იზოლირება გაუკეთოს დედამიწას ყველა პროცესებისაგან. მისი ამოცანა არ არის იზოლირება გაუკეთოს დედამიწას ყველა პროცესებისაგან, არამედ მან თანაბრად უნდა გაანაწილოს ზედმეტი დატვირთვა და ძლიერი ენერგეტიკული მოვლენის შემთხვევაში ქსელზე უნდა განაწილოს იმ ელექტრომაგნიტური იმპულსის ნაწილი, ლოკალური დატვირთვა დაწიოს, შეამციროს უпростоრად სივრცესა, ლოკალური დატვირთვა სივრცეზე უნდა შეამციროს და დაიცვას ცალკე ენერგეტიკული ხაზების მთლიანობა. აგრეთვე ხარი დაუჭიროს კი არა, დედამიწის მაგნიტურ ველს დედამიწის მაგნიტური ველი გააკონტროლოს და გაერთიანოს ხომალდების ყველა დაცვათი სისტემა, სხვადასხვა ხომალდების თავიდან აერიდოს არაკონტროლირებადი აფეთქებების შექმნა, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც აფეთქების შემდგომი პროცესი. ესე იგი, იქნება ქსელი, ეფექტური ქსელი, რომელიც არის საერთო სისტემის ნაწილი და მაგრამ ის არ აუქმებს ფიზიკურ კანონებს და არ ქმნის პლანეტას ძლიერს. მთავარი სამუშაო იმ ცივილიზაციებისა, რომლებიც დედამიწის გარშემო არიან განლაგებული, არის მიმართულია არა უაზრო გადარჩენაზე ხალხისა, მათივე სულელური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, არამედ მათი სამუშაო მიმართულია ისეთი პირობების შექმნაზე, რომელშიც კაცობრიობა თანდათან უარს იტყვის საკუთარი თავის განადგურებისაგან. ამიტომ გარე პოლიტიკა, გარე დახმარება არ ანთავისუფლებს ადამიანებს პასუხისმგებლობისაგან და ყველაფერი დამოკიდებულია შემოკარგებო ჩვენზე. შეინარჩუნოს თუ არა კაცობრიობა ატომურ იარაღს, გააგრძელოს თუ არა კაცობრიობა სამყაროს გაყოფას მტრებზე და მეგობრებზე, შეინარჩუნოს თუ არა სახელმწიფოები თავიანთ ძალაუფლებას შიშის მეშვეობით და ისავის თუ არა გაცნობიერებული ინფორმაციის გამოვლინებას და შეძლეს თუ არა კაცობრიობა თავის თავზე განაცხადოს ამდაღარ პოზიტიურ გასაღებში.
გადავა თუ არა ჩვენი კაცობრიობა განადგურებისაგან თანამშრომლობისაკენ. ყველაფერი ეს დამოკიდებულია ჩვენგან. ამიტომ ყოველი ადამიანი მონაწილეობს პროცესში თავისი არჩევნიდან გამომდინარე. ამიტომ აქ იგეცით ჩვენ შევეცდებით ვისაუბროთ პოზიტიურ დონეზე. აქ უკვე მე ავრია ტექსტს ვკითხულობდი, ვერც კი მიხდი ასუნი ამბობს თუ არა, ჯერ ლეტარი ამბობს. ლეტარი ამბობს, მე მგონი, ხო, იმიტომ რომ ასუნი და პანდორა ახსენა თავის საუბარში. და მინდა გითხრათო, რომ ხომალდები დედამიწის გარშემო არ წარმოადგენენ ჯარს, რომელიც ნებისმიერ მომენტში გადაწყვეტავსო ყველა კაცობრიობის პრობლემებს. არა, ეს არის უბრალოდ დაკვირვების სისტემა და მხარდაჭერის სისტემა. გარეთ ძალებს შეუძლიათ მხოლოდ ხელი შეუშალონ დედამიწას უსკულში ჩავარდეს, გადაიჩეხოს. მათ შეუძლიათ შეაჩერონ თავდასხმა ბოლო მომენტში, მათ შეუძლიათ მოგცეთ დრო, ნიშანი, გაფრთხილება და დამატებითი შესაძლებლობა, მაგრამ ნაბიჯი უკან უსკული საგან შორს, ანუ ადამიანი ხედავს, რომ უსკულში მიეჩეხება, ხო? და თუ გადადგამს ამ ნაბიჯს უკან დამოუკიდებლად, ამას აკვირდებიან. ხო, ახლა სიტყვას ხო გითხარით, ლეტარია საუბრობდა, ახლა კი სიტყვას გადავცემო ასუნს. მაგრამ მე ასუნის სიტყვას არ გადავთარგმნი. ხო, იმიტომ რომ არა, დრო არის, კი. კარგი, აქ რაც ლეტალიამ თქვა, მაგის ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტურად იგივე სიმეორებს მადლობას იხდის პანდორა და ასუნი. რა არის იცით? ისეთი ძალიანობა მომერია. კიდე კარგი ლეტალიას გამოსვლა მაინც რომ გადავთარგმნე. ამაზე შევჩერდები მე. ხო. დანარჩენი კი საინტერესოა, მაგრამ რაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მე თქვენ ახლა მოგაწოდეთ. იგიც კარგია თუ გადავთარგმნო, მაგრამ რომ არ გადაიღალოთ, ხო. ასუნიც ისე რაღაცებს ამბობს, რაც ბევრისთვის კიდევ თქვენთვის მიუღებელია. მიუღებელი რა მხრივ? ასეთი ინფორმაციის მოსაცმენად, რაც მე ახლა დაგიდეთ, ლეტარიის ამბობი, ეგიც კი რთულია. ამიტომ მეგონი ჯობია ამაზე შევჩერდეთ. ვისაც გსურთ სრულად რუსულ ინფორმაციას ვიდეოს მოусმინოთ, მე ჩაგიგდებთ. აქ დავწერ ვიდეოს ქვეშ. მე ყოველთვის ვწერ, რომელ არხს ეკუთვნის ეს თუ ის ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის.